კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა, სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას ანვითარებს კიდევ, რომ ხშირად ადამიანი, ვინც დებატებში არის ჩართული, სიტუაციიდან გამომდინარე სწრაფად უნდა იმოქმედოს. შეიძლება ისეთი შეკითხვა დაუსვას ოპონენტმა, რისთვისაც არ იყოს მზად და არ უნდა მოიქცეს ზოგიერთი პარლამენტარივით თუ ზოგიერთი პოლიტიკოსივით, რომ პასუხი არ გასცეს, არამედ უნდა უპასუხოს, მაგრამ უპასუხოს ის, რაც მისთვის არის აკეთილ დღე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დებატები ხანდახან დემაგოგიასაც ანვითარებს. თავის ნაკლოვანებები აქვს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. და მათ შორის ჟურნალისტებთან ურთიერთობას უკვე იქით წაიყვანოს რესპონდენტმა თავის საუბარი, რაც მას სურს და ის უპასუხოს, თუნდაც სულ სხვა კითხვაზე, რაც მის ინტერესებში არის, უფრო მეტად რომ განავრცოს და განამტკიცოს თავის პოზიცია. ეს ნაკლოვანებაც აქვს დებატებს, თუმცა იმდენად ბევრი დადებითი უნარი აქვს, რომ ეს ნეგატივი ხანდახან მისაღებია.